საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამები და მოსახლეობის არჩევანი. Რამდენად აქტიურია წინასაარჩევნო ოზურგეთში გარემო, ამას ნინო ვაშალომიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. წინასაარჩევნო მარათონი სრულდება. საქართველოს 27 ოქტომბერს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. ოფიციალურად დარეგისტრირებული 23 კანდიდატიდან ცნობადობით, აქტიურობითა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებით რეგიონებში რამდენიმე კანდიდატი გამოირჩეოდა. ოზურგეთელი მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით ინდიფერენტული, პასიური იყო. ნაწილი კი პირიქით. ნორმალურად მიმდინარეობს და რა ვიცი როგორ იქნება დედი. აქტიურიც არის და პასიურიც. ზოგი აქტიურია, ზოგი პასიური. აქტიური ისა საარჩევნო სამზადისი. მე ვფიქრობ, რომ უფრო პასიური პერიოდია. ეხლა ამ საარჩევნო სიტუაციებში უფრო პასიურია. ასე ვფიქრობ მე. ჩვეულებრივად მიმდინარეობს. არც ძალიან აქტიურია და არც ისეთი პასიური. როგორც ადრე მიდიოდა ეს, ნაციონალების დროს უფრო ცოტა აქტიური იყო. წინა წელს შედარებით პასიური. იმდა ხალხს რეკისერში ამოვიდა უკვე ამდენი არჩევნები ყველა წელს. საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამებს მოსახლეობა მეტნაკლებად იცნობს. უმეტესად ამომრჩეველი არჩევანს პირად სიმპათიებზე, სატელევიზიო რეკლამებიდან ან სიუჟეტებიდან აკეთებს. პროგრამას ვიცნობ საპრეზიდენტო კანდიდატებს ნაწილს ვერ ვიცნობ, რომელიც ცნობილია საერთოდ ხალხისთვის, იგივე ახლები რომ არის, იგივე ნაკლებად ვიცნობ. პროგრამებს ვიცნობ მე ნინო ბურჯანაძის. არჩენი პროგრამები არ წამიკითხავს. ძამეურია და მე ვარ მელია ვაღარ გემიგე. ალა ვიცით ალა პრომეტად, რომელიც გამორჩეულია ისინი პრომეტად ქიშანა. პროგრამას ვიცნობთ ტელევიზიიდან ძალიან კარგად და ძირითადად ახლა ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისა ნინო ბურჯანაძე, ბაქრაძე და მარგველაშვილი. ეს არის ჩვენი ძირითადი. მსოფლმე არის რა თქმა უნდა, მაგის მეცეს უყურეთ ტელევიზორში. ზოგის მოგწონს, ზოგის არ მოგწონს. იგეგმება თუ არა რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის ოზურგეთში კიდევ ერთხელ ჩამოსვლა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უცნობია. საარჩევნო შტაბები ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.